ამბობენ, რომ წვნიანი ველდან სტეიკის მომზადება ძალიან რთულია. თუმცა ახლა მე შევეცდები ამის საპირისპიროდ აგიმტკიცოთ. პირველ რიგში ვიწყებ სტეიკის დამარინადებით. მარინადისთვის ვიყენებ ზეითუნის ზეთს, ხორცის საკმას და მარი. მე ხმელი როზმარინი მქონდა სახში, თუმცა თუ მოგვიპოვებოთ, ნედლი უმჯობესია. სულ ბოლოს მოვაყაროთ პილპილი გემოვნებით, გადავაკრათ ფინოს საკვების შესაფუთი ცელოფანი და გავაჩეროთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში. შეწვამდე 9 საათით ადრე გამოვიღოთ მაცივრიდან და ამის შემდეგ გახურებულ ტაფაზე მოვათავსოთ. ზედმეტი სისველი შევამშრალოთ ხელსახოცით, ტაფაზე თითო მხრიდან მოვათავსოთ სტეიკი მხოლოდ 3 წუთით. გადავიტანოთ პერგამენტის ქაღალდზე და ამის შემდეგ მოვათავსოთ ფინოს ხორცის შესაწვავ ცელოფანში. მოვუკრათ ცელოფანს ორივე მხარე, გადავიტანოთ საცხობ ლანგარზე და გავუშვათ ღუმელში 10 წუთით. ღუმელი უნდა იყოს წინასწარ გახურებული 220 გრადუსზე. სანამ ხორცი მომზადდება, იქამდე დაუბრაწოთ ახალი კარტოფილი, ამასობაში ხორციც გამზადდა, დავასვენოთ 10 წუთი და 10 წუთის შემდეგ დავჭრათ. როგორც ხედავთ, გამოვიდა ძალიან წვნიანი, რბილი და რაც მთავარია უგემრიელესი. საბოლოო ჯამში გემრიელი სადილისთვის სულ რაღაც 25 წუთი დაგვჭირდა.